მოგესალმებით მეგობრებო, ამჯერად ვისაუბროთ ბოწვრების მოვლა გამოზრდასთან დაკავშირებულ ძირითად წესებზე, რომელიც უნდა დავიცვათ. ბოწვერი ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური და საინტერესო ფიზიოლოგიის მქონე ცხოველია. მისი ბუნება, ჯანმრთელობა და იმუნიტეტი მჭიდრო კავშირშია მის ევოლუციურ როლთან. ის მსხვერპლი ცხოველია, რაც განაპირობებს მის ყველა ბიოლოგიურ თავისებურებას, სოციალური, თუმცა უკიდურესად ფრთხილი არსებაა. სტრესი ბოწვრისთვის მხოლოდ ემოცია არაა, ეს ფიზიოლოგიური პროცესია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაჩერება. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ისინი მშვიდ გარემო პირობებში გყავდეს. სტრესი ერთ-ერთი ფაქტორია ბოწვრის ჯანმრთელობის გაუარესებისა. საჭმლის მომნელებელი სისტემა ეს მათი აკილევსის ქუსლია. ბოწვერი არის უკანა ნაწლავის ფერმენტატორი. მათ აქვთ უნიკალური პროცესი, ცეკოტროფია. ისინი გამოყოფენ სპეციალურ რბილ განავალს, ცეკოტროფებს, რომელსაც ხელმეორედ ჭამენ, რათა მაქსიმალურად აითვისონ ცილები და ბეჯგუფის ვიტამინები. ბოწვრის იმუნური სისტემა სპეციფიკურია და მოითხოვს მუდმივ მხარდაჭერას. მათი მთავარი დაცვა ჯანსაღი მიკროფლორაა. ნაწლაური ბალანსის მცირე დარღვევაც კი, მაგალითად, არასწორი კვება ან ანტიბიოტიკების არასწორად გამოყენება თიშავს იმუნიტეტს. ბოწვერი ბოლო წუთამდე არ აჩვენებს, რომ ავად არის, რათა მტაცებლის ყურადღება არ მიიქციოს. ეს ინსტინქტი ევოლუციურად უდევს ბუნებაში. ამიტომ, როცა სიმპტომი, მოწყენილობა, საკვებზე უარი, შებერილობა უკვე თვალსაჩინოა, პროცესი ხშირად შორსაა წასული. ამ დროს მკურნალობა უკვე დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ხშირ შემთხვევაში ვეღარც შველით. ამიტომ პრევენცია სჯობს ყოველთვის მკურნალობას. პრევენციაში გულისხმობ თანმიმდევრულ მიდგომას. პირველ რიგში სისუფთავეს, სწორ ბალანსირებული კვებას, სუფთა წყალს, კარგ ვენტილაციას და მოზარდების პერიოდულ დამუშავებას პრეპარატებით. აუცილებელია ბოწვრის სადგომი და ინვენტარი ხშირად გამოვანთავისუფლოთ ფეკალიებისგან, სხვადასხვა ნარჩენებისგან, გავაკეთოთ პერიოდული დეზინფექცია ცეცხლით და სპეციალური ხსნარით. დეზინფექციის სიხშირე განსაკუთრებით ზაფხულშია სავალდებულო, რათა ბაქტერიების გავრცელება სიცხეში უფრო ინტენსიურია. თუ ბოწვრები გყავს დახურულ შენობაში, საჭიროა გქონდეთ კარგი ვენტილაცია, მაგრამ არა ორპირი ქარი. გარე შენახვის პირობებში კი სადგომი ჭრდილში დადგით. დაიმახსოვრეთ, სუფთა სადგომი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ბოწვრის ჯანმრთელობისთვის, რადგან სიბინძურეში მრავლდება ბაქტერიები და გამოიყოფა ამიაკი. ამიაკი პირდაპირ ურტყავს იმუნიტეტს.